ტიტანიკის გურჩი რომ იმიტომ რომ ეს ელემენტები ესეთი პარკები ექნება. ან მე აქედან იქეთ თუ არის აქედან იქეთ მაშინ გავაწევ იმიტომ რომ აქ უკვე 2 4 6 აქედან თქვა 4 წალი აქედან ოქა საკმარისად და ეს 2 მე უკვე არა ეს ხო ისიც და ახლა ვიყოფილ გალერეას CH64-ში, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე, 64 ნომერში. აქ ნაჩვენები სერია არის ოქტაგონ 6-ის მეორე ნაწილი. სერია გაუცნობიერებლად 2018 წელს დაიწყო, თუმცა იდეურად გაცნობიერებული მხოლოდ 2023 წელს გახდა. როდესაც არქივს ვათვალიერებდი და გამოფენის იდეა წამოვიდა. აქ გამოფენილი ფოტოები მოგვითხრობს სამყაროს შესახებ, ანუ ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც არ არის იდეალური, მაგრამ ასე თუ ისე ილტვის იმისკენ რომ გახდეს იდეალური. შესაბამისად, ამ პროგრესის მიერ დატოვებული რაღაც შეცდომები არის არტვორკები, რომელსაც არ ყავს არანაირი ავტორი. წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი არის შესრულებული ანალოგიური პრინტის ტექნოლოგიით, რომელსაც ჰქვია silver gelatin printing-ი. სერიაში არის მოცემული 40 ფოტო, თუმცა გამოფენაზე გააცხადეთ, რომ 38 წელი ფოტო გამოგვეტანა ლიმიტირებული ტირაჟით. საბა გავიცანი დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც ერთ-ერთმა არტისტმა, ვისთანაც თანამშრომლობთ, მიშკოს ვოლკოვმა მიმოყვანა მასთან სტუდიოში. და როგორც კი რაღაცა შევხვდი და დავათვალიერე მისი შემოქმედება, ეგრევე გამიჩნდა სურვილი, რომ მასთან მეთანამშრომლო. ვიზუალური თვალსაზრისით რაღაც ზღვარზე არსებობს მისი ნამუშევრები აბსტრაქციისა და ფიგურატიულობის შორის. და დამთვალიერებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისეთი ხედები აქვს დაჭერილი, რასაც ყოველ ღირებულობაში ვხედავთ, გვხვდება, მაგრამ მესა ყურადღებას არ ვაქცევთ. ერთი ნამუშევარი არის, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, ანუ შავ-თეთრია ნამუშევრები, ეს შედარებით ღია ტონალობაში არის და რაღაცა მავთულების კონსტრუქციაც არ არის, თითქმის სკულპტურული ვიზუალი აქვს ამ ნამუშევარს და რაღაცა შემთხვევითობაში შექმნილი ესეთი ესთეტიური ვიზუალი ძალიან საინტერესოა ჩემთვის. გამოფენა გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით, გალერეა ღია 12-დან 7 საათამდე, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შეგიძლიათ გვეწვიოთ ამ დღეებში და რა თქმა უნდა დასწრება უფასოა.